პრეცედენტი მოხდა რამე არა. მე მურავის თუ დააპატიმრეთ და მურავის თუ დააგავეთ. შიგ დავწამ ვიც მაქანა შემომიყვანს. და შიგ ჩავწამ და შიგ დავბრიდა ვინც იქნება. მე კი არა სულელი მაგას ვიზამ გეუბნები. მაგას ნუ იძახით რომ აქ მარშრუტკები შემოვიყვან. მარშრუტკები აღარ ნაციონალებმა შეიყვანეს, მაგრამ თითოეული მარშრუტკა გადასცეს მძღოლებს ისევ საკუთრებაში. ეგ დრო მოწე დამთავრდა. ეგ დროა. იქმნება შპს კასპის ავტოსადგური. ეხლა რაც შეეხება ავტოსადგურს, ძალიან კარგი გამოსავალი მოვნახეთ. არის ასეთი კომპანია ვისოლი, რომელიც პირდება აი ხვალჩამ პარასკევს ჩამოდის ჩემთან წეგანდამირე გაგრას თქვენ იმყოფებოდით ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ვისოლისა და ჩამოდის პარასკევს და მას უნდა რომ მოგვიწყოს ეს ავტოსადგური. მე ვარ ვისოლის პარტია არის ვისოლის კერძო საფუძველი მე ვარ ვისოლის დობით აღჭურვილი პირი ხელმძღვანელობს სადგურს და ვისოლის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა რომ ეს პარტი უახლოეს 5 წლის მანძილზე არ განიხილება საერთოდ დანგრევაში არაფერი არ მოხდება რჩება სადგურად ბეჭედი აღებულია და ყველაფერი აბსოლუტურად იურიდიულად მიწა გამოყოფილია ყველაფერი აბსოლუტურად დალაგებულია საერთოდ რომ ფუნქციონირება დაიწყოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 1128 კვადრატული მეტრი ავტოსადგურისათვის არის გამოყოფილი და ეს ამ ტერიტორიის მფლობელი არის კასპის მუნიციპალიტეტი. ჩვენ ახლა ვაფუძნებთ შპს-ს, რომელიც იქნება კასპის რომელიც 100%-იანი წილის მფლობელი იქნება კასპის მუნიციპალიტეტი. კეთილმოეწყობა ავტოსადგური და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ფუნქციონირებას. ის ჯიხურები ვინც გადმოიტანა, ის თვითნებურად მოხდა ამ ჯიხურების გადმოტანა და დღეს როგორც ვიცი, მე დავალება მივეცი, ამ ჯიხურების მოშორება ხდება, დასაწყობება სხვა ადგილზე. იმ ჯიხურის თუ ვინმეზე გაქირავდება, ხელშეკრულება გაფორმებული და გადაიხდიან ჯიხურსაც ის ვიღაცა თუ იქირავებს იმ ჯიხურს. საგიზიანებს ეს ჯიხურები ამადგონია რომ ისევ აი როგორც თქვენ შემეგეთქეთ ამადგონიათ რომ ისევ ჯიხურები ჩაიდგნენ არა არავით არის ჯიხური აღარ თუ ვიღაცა სურვილი რამე აქვს და ეს უკვე თავისი ფანტაზიების ის არის ეხლა რა ალტერნატივას შპს გაიხსნა სახელმწიფო შპსი არის რომელიც უნდა გაიხსნას გაკეთდეს აშენდეს და ჩაულებრივად რა იქნება ისევ ისე სახელმწიფოში ბიუჯეტი შევა ჩაულებრივად რა 70% მაგათ მიხავთ აი ეს ერთი ნაბერежნი მაგ ეს ხედა აქაც მაწეს ხალხს. ჩვენ განაიმის წინააღმდეგები ვართ რომ არ იქადა ეს თავრობა რატომ მოვიდა და ესე. ამ თავრობას ვენაცვლეთ იყვნენ კაცო ივანიშვილი ძალიან დიდ პატივს ავცემს ვენაცვლეთ მაგას ამარა ვიღაცები მოიკრებენ რა აი ეს მათ დაგვანებო თავრობა. დეგებიან ახლა ჩხუბი არის ერთი ამბავი არის და რეგულირდება ყველაფერი აშენდება ახალ დონეზე ევროდონეზე ახალი უნდა გაკეთდეს ავტოსადგური და მოვემსახურებით რა მიწა გამოიყო და შენობაც აშენდება და ყველანაირი კომუნიკაცია შეიქმნება საიმისო რომ ავტოსადგური იყოს კასპში და ყველანაირად ზრდილობით ამუშავებ და ისაც არ უნდა და ისაც უნდა რომ წაგვართვან და ყველანაირად გადაგვიარეს და ბოლო-ბოლო ადამიანურად დაგვანებონ თავი და შრომობ და სოფლის მარშრუტებს მიხედავთ რა თუნდაც ის ფული არასწორად აკეთებენ აი პირველი საქმიანობა იქიდან დაიწყონ რომ ის სწორად გაკეთდეს ის საქმე და მე ისინი რომ სწორად გააკეთებენ საქმეს და დროს მოგცემენ დროს გასავლელ დროსა 20 წუთს დაგვიტოვებენ 20 წუთს არა მე რომ ყველანაირად მოწესრიგდება ყველაფერი და ნორმალურად ჩადგება კალაპოტში ყველაფერი თუ დაგჭირდება და სახელმწიფოს დაჭირდება და აუცილებელი იქნება შეიძლება 10-ჯერ მეტ ფასში გავყიდოთ 10-ჯერ მეტ ფასში გავყიდოთ რაც ახლა მას ღირებულება აქვს ამ წუთში იმ მიწის ღირებულება არის დაახლოებით 25000 ლარი ხო? ცოტას ჩავდებთ თავშად 20000 ლარს ჩავდებთ და გავყიდით 250000 3000000 ლარში. რას ვიტყვით?